ჩვენი თანამშრომლობა განხორციელდა ასოციაცია ჩაის გზის პროექტის ფარგლებში. ჩაის გზა ეს არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის და ტურისტული მიმართულებით განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობის დროს მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. ეს იყო ყოველწლიური, თქვათ, აგროტურისტული ფესტივალი, რომელიც დაბაურეხში ტარდებოდა ზუსტად კომპანიის ხარდაჭერით. ყოველწლიურად ვატარებდით ინფოტურს და პრეს ტურს ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით. ტარდებოდა საინფორმაციო და სასწავლო პროგრამები, რომლებმაც მნიშვნელოვან შედეგებამდე მიიყვანა ჩვენი ორგანიზაცია. კერძოდ, დღეისათვის გურიაში მოქმედებს 20-მდე მიკრო და მცირე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო. ასოციაციის წევრების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ. მნიშვნელოვანი ამ კომპონენტში არის ვიზიტორების რაოდენობა და 2020 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა ტურისტულ ლოკაციებზე გაზრდილი არის 6000-მდე, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს ადგილობრივი მცირე ტურისტული ლოკაციებისათვის. მე და სოფლის ტურიზმი რომ შევხვდით ერთმანეთს ამ პერიოდში გამოჩნდა ბახვიხეს. ერთ უცხოურ ანდაზას მოიშველიებდი თათუ ვერ მიდის მუხამედთან, მუხამედი მიდის მთასთან. მთის როლს ჩვენ მართლა ვასრულებთ რეგიონში, ის ადამიანები, ვინც დავრჩით, ვაძლიერებთ გარემოს ჩვენს თავს პირველ რიგში, მაგრამ ამით ქვეყანას, რეგიონს აძლიერებთ და ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირს ამ ანდაზის საუკეთესო გაგებით. ეს იყო ჩემთვის პიარისთვის, პოპულარიზაციისთვის, განათლების მიღებისთვის მე გულისხმობ იმ ტრენინგებს, რომელიც თქვენთან ერთად, ბახვიხესთან ერთად გავიარეთ. ეს იყო, ჰაერი იყო ჩემთვის იმ მომენტში. დღეს რომ მე წარმატება მაქვს, დღეს რომ ჩემთან ბევრი ტურისტია, საკმაოდ არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, ბახვიხესის დამსახურება. თუკი შემეკითხებიან, ან არ შემეკითხებიან, მაგრამ ჩემს მაინც ვიტყვი, როგორ უნდა დაიწყოს ამა თუ იმ ლოკაციაზე ბიზნესი ადამიანმა და რა არის ნომერ პირველი და ნომერ პირველი ბუნებრივია არის მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი, მათი ყველა ინტერესის, მათი ყველა გულისტკივილის თუ სიხარულის სწორი შეფასება, იმიტომ რომ სიხარული ზოგჯერ დამღუპველია, ძალიან დიდი გახარებაც. ამიტომ სწორი დანახვა იმის ყველაფრის, რაც რეალურად სწორ გზაზე გაგვიყვანს და მე დავინახე კომპანია, რომელმაც ეს პირნათლად შეასრულა. და ყველაზე უფრო მეტი, რაც ჩემთვის პირდაპირ შემეძლია თქვა სატრაბახოა, ყველა ბახვიხესის წარმომადგენელი, იქ მომსახურე პერსონალი არიან განსხვავებული ადამიანები. ამ ადამიანებს ძალიან კარგად გამოსდით ურთიერთობები და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეგაა მეზობლობა, მე ამას ვხედავ ახლა. ყავს ერთი მეზობელი, რომელიც გეჭყობება, მეორე გვერდში გიდგას, გასწავლის და კიდე იმედი გაქვს, რომ ხვალ გვერდში დაგიდგება თუ რამე გაგიჭირდა. მეზობლობაც, რა ვიცი, მე მგონი ამას ქვია და ასეა და ამ კუთხით უნდა მივიღოთ ჩვენ ერთი მხარე ენერგეტიკული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ რეგიონში იქნება და სხვანაირად ამას ჰაერში ვერ აორთქლდება ეს ენერგია და მეორე კეთილი, კარგი მეზობელი, რომელიც ჩვენზეც ფიქრობს.